ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე ქალაქ ჭიათურის გუნდი მაღაროელი. ახალი სახეები. ხო. მოგესალმებით. თქვენ წინაშეა ქალაქ ჭიათურის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი მაღაროელი. როგორც მოგეხსენებათ, კომედი შოუს ახალი სახე ყავს, დიტო, რომელიც ჭიათურელი ბავშვის პაროდიას აკეთებს. გამარჯობათ, ჩვენ ვართ ეს ბავშვები. გამარჯობათ. ქალბატონებო და ბატონებო, ალალათ რო გითხრათ, ჩვენ აზია არ ვართ მან სანკანის. თბილისში რო ჩამოვედით, რედაქტორებს ერთი ხუმრობა ვაჩვენეთ და არ მოეწონათ, მაგრამ მე ქართულად რო უთარგმნეთ, მოეწონათ, კი, კაი არისო. კარგი რედაქტორები არიან ძალიან, კარგი. გვირჩი ეს რო ჭიათურაზე იხუმრეთო, ჭიათურელ ხალხსეო, მაღაროელებზეო და ზოგადად ქალაქზე იხუმრეთ, ძალიან სასაცილო არის მაგო. ხალხო, ეგ არის თქვენთვის სასაცილო თუ არა, ჩვენ გვტკივა მაგ. ბიჭო, ეს გამგებლისშვილი რო წამოვიყვანეთ. ათქმევინე რაღაც გააკეთებინე, 100 ხوارი დგება სულ. ხო, ბიჭო, ვიცი რომ გამგებლისშვილი არის და წამოვიყვანეთ დგას სცენაზე და ტელევიზორშიდაც გამოჩნდება. რა ვიცი, გამგებელიც გაიხარებს ალბათ და მეტი რა გავაკეთავ. ის მომიშვი. მოდი. ეს თმებს რა აზრი აქვს? მოდი რა ქენით იცი, ყველა კამერებმა იმუშავეთ ამაზე. მიდი თქვი რაც გინდა. მე რა ვთქვა? აუ მე მეკითხება ბიჭო, რა ვთქვა? უგორი ახლა ამას კოჭი, რაც გინდა ის თქვი. მამა შენი საყვარელი ფრაზა თქვი. აი ვინც მე გამგებლად დამნიშნა, მე იმის სტოპ, გინება არ შეიძლება. რა თქვი იცი? აი ოფისში რო ამბობს ხოლმე ოფიციალურ შეხვედრებზე, კაბინეტში ისეთი რამე. აბა გინება არ შეიძლება. კი, მაგრამ გინების მე გარდა არაფერი იცი თქვენ. რამე თქვი რა? უი, მივხვდი. იო, მივხვდა. მიდი თქვი. არა, ამას ამბობს ხოლმე. უი, მივხვდი. მოაცილეთ ამას კამერები და გამიშვით ერთი რა. იმუშავეთ ზეო ჩემზე ბა. ჩვენ გავიგეთ რომ ასანკაში თურმე ხუმრობას გამოცხადება ჭირდება. აჰა, ახალი საზრუნავი გამოჩნდა კიდე. მაგრამ ვიზრუნეთ ამაზე და ვიპოვეთ ისეთი კაცი, რომელიც გამოცხადებებს აწერს. მიდი შოთა. ყველას ქონია სიტუაცია, როდესაც სირიის დასაბომბად მივდივართ და ბომბები სახლში დაგვრჩა. მოდით ვნახოთ, თუ რა ხდება ამ დროს საბრძოლო ერთმფრენის კაბინაში. როგორი იყო? ეს უბრალოდ ჯერ მარტო გამოცხადება აქ დაწერილი და მე ხუმრობასაც დავწერთ და შემოგაპარებს ნენელა. ვინ ხარ კაცო შე? გიორგი კაკიაშვილი. ვინ გიორგი კაკიაშვილი? ო, ესე იგი გორგოძის გარდა ხო არავინ თამაშობს რა სამსაკართველოშია? შოთა. მე-16 ჯიგარო. მე-16 ჯიგარო. ვერ გიცანი ძმაო, რა ვქნა? მე ვარ შერკინების ყვაჭი. ახალ ზელანდიას რო არ ყოლოდი მე ვერც მოიგებდნენ. ახალ ზელანდიაში თამაშო? ხო. მოდი მაშინ ჰაკა გვანახე. ჰაკა? ია, პრობლემა. აგძელე მიდი აბა. არა, ეს ფუნქცია მაქვს მე მარტო, ეს. მორჩა. რაგბის გარდა კიდე რა საქმიანობ? კიდე ოჯახი, ჯიგარო, ოჯახი. ცოლი, შვილი ალბათ. არა, ცოლი და შვილი ოჯახია. დედა ჩემია ყველაფერი. დედა მასწავლა რაგბის თამაში. ეს დედა მასწავლა. ყველაფერი დედა მასწავლა. დედა ჩემი მაგარია. დედა. ვინ არის ეს? მან სანგანის სამყვანია. შენგენაც. ითამაშებ რაგბს. გამოგივარა, რატო არ გამოგივარა? მოიცა რა ქვია მას? ნიკოლოზ მახვილაძე. ესე იგი ბურჩი მიიღო ნიკოლოზ მახვილაძე, მე გადააჭორა იქით. დაიჯა ნიკოლოზ მახვილაძე, ერჯიჯგილავები ამას, მაგრამ ლელო დაჯო ნიკუშა მახვილაძე. კი, გამოგივა, კი, მაგარია, ძალიან მაგარია. შენგენასვალე, კაცო, დააყენეთ ეს კაცი შერკინების ბურჯად, მოდი. ბატონებო და ბატონებო, ჩვენ ახალი გუნდი ვართ. ნუ ამთხარ გაჩერდი. უკაცრავად.
ხალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ახალი გუნდი ვართ და ჩვენ გამოსვლაში თუ რამე მოგეწონებათ, გვანიშნეთ რა და მე მეორედ გავაკეთებთ, არ იქნება პრობლემა. ეხლა კი მაღაროელი ვაგზელებთ. ბევრი უცნაური წყვილი მინახავს, მაგრამ ჭიათურელ შეყვარებულ წვილზე უარესი არა. მოდი ვნახოთ ჭიათურელი შეყვარებულები. ჯონდოია ჩვენ უნდა გავიქცეთ ამ ქალაქიდან. კი მაგრამ რატომ? ნუ მეკითხები ჯონდო. უბრალოდ უნდა გავიქცეთ ამ ქალაქიდან. კი მაგრამ მიზეზი? შეკაცო, რა თუნდა ჭიათურიდან გაქცევას მიზეზი? გავიქცეთ კაცი არ ხარ? სიგარეტის მიწოდების ძალიან ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ თქვენთვის ალბათ ხშირად მოუწოდებია ზუსტად აი ასე. გოდიში რა, ბრატ, სიგარეტი ხო არა. აიღო. გაიხარე ძმაო. შენ გენაცვალოს ჩემი თავი. გაიხარე ბრატ. უჯიგრესი კაცი ხარ. Opa! Ai, jogar. Op. You're fucking crazy, man. Fuck! No, Jack. Oh, fuck! Oh! Oh! Ceyrani. 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 Gay, sigareti gitxoves, xa xu arafera, მადლობთ. მადლობთ. თქვენ წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი მაღაროელი. მადლობთ, ეს იყო გუნდი მაღაროელი. თავისი კარგი პროგრამით, მე შემიძლია ესე ვთქვა და კიდევ ერთი დებიუტანტი გუნდი ქალაქ რუსთავის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვება